ნაწლავი არის მოვლენა, რასაც შეიძლება დავარქვათ მეორე ტვინი. ჩვენი ნორმალური ემოციური მდგომარეობა ზუსტად ნაწლავის სწორ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. იქ მყოფი ის მიკრობიონი 6 კილომდეა. კილოებზეა საუბარი, მაშინ როცა გვეგონა რომ იყო ძალიან უნიშნელი. ცოკო არის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ინტელექტუალური ორგანიზმი. დაავადების გამშვები მექანიზმი სწორედ აი ამ სამეზობლოში ჩარევა იყო. გასაღები, როგორ გადავარჩინოთ კაცობრიობა ზომბი აპოკალიფსისგან, რომლებიც დადგება ბაქტერიების გამრავლებით. ეს არის დავსვათ კითხვა, რომელზეც პასუხი მედიცინას არ აქვს. რატომ არის რომ კუნალობთ, მაგრამ ვერ კუნავთ? ძალიან ბევრი რამეა შეცვლილი. ოფიციალურმა მედიცინამაც აღიარა, რომ ფაქტიურად ანტიბიოტიკოთერაპია ჩიხში მოვიდა და დაამთავრა თავის ეპოქა 2050 წლის თუ შეიძლება ანტიბიოტიკიც აღარ ქონდეს ხელთ, რომ დავამარცხოთ მიკროორგანიზმები და ძალიან ბევრი მიდგომა შეიცვალა ანატომიურ ფიზიოლოგიურ თვალსაზრისით. დღეს ძალიან ბევრ საუბრობენ ნაწლავებზე, როგორც ქრონიკული დაავადებების საწყის სუბსტრატზე და ბევრი მეცნიერი და კვლევა უკვე ნაწლავსა და ტვინს შორის არსებულ ღერძზე გვესაუბრება, ნაწლავი ტვინი და მიკრობიომზე გვესაუბრება. ჩვენი მეცნიერები და ჩვენი ქართული სკოლაც, ასე ვთქვათ, ტრადიციული ცდილობს ამ ყველაფერს ალღო აუღოს, მაგრამ არის ერთი ძალიან სერიოზული მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვერ მივდივართ აი ამ რაღაცა ზღურის იქეთ, იმიტომ რომ ის პრეპარატები, ის ფარმაკოლოგიური საშუალებები, რაც ჩვენ ხელთაა, ორიენტირებული არის არა გაჯანსაღებაზე, როგორც ჩვენ თქვი, არამედ აი ამ მიკრობიომის ჩვენი უმნიშვნელოვანესი მეგობრების და მეზობლების, ასე ვიტყოდი, განადგურებაზე ან მათი რაოდენობის შეცვლაზე. არ შეიძლება რომ არ ვისაუბროთ ამაზეც. თვითონ ნაწლავი საკმაოდ საინტერესო სტრუქტურაა, ეს არის გასტროინტესტინალური ტრაქტის უდიდესი ნაწილი. დაწყებული წვრილი ნაწლავებით, დამთავრებული სხვილი ნაწლავებით, თავის იერარქიებით, სხვადასხვა შეწოვის და ათვისების დონეებით, სხვადასხვანაირად არის მონელების პროცესები, მთელი რიგი ვიტამინები, ჰორმონები აქვე წარმოიქმნება, თუნდაც იგივე სეროტონინის ფენომენი, რომელიც ჩვენ სკოლაში, ძველ სკოლებში ისწავლებოდა როგორც ტვინიდან წარმოქმნილი ნივთიერებები, დღეს გვეუბნებიან, რომ არა, უდიდესი ნაწილი სწორედ ნაწლავებშია წარმოქმნილი და თუნდაც გამოვლინებები, რასაც აი პაციენტი ყურადღებას არ აქცევს, შეკრულობა თუ ფაღარათი, ძალიან ხშირად იწვევს ფსიქოსომატურ ცვლილებებსაც და თავისთავად ფსიქოსომატიკა განაპირობებს ცვლილებებს ნაწლავებში. და ნაწლავები აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი სუბსტრატი ქრონიკული დაავადებების განვითარებაში. მე ვფიქრობ, რომ სათანადო ყურადღება არ ექცევა და ბევრი რამ აქ კიდე არის გასარკვევი და გასააზრებელი, იმიტომ რომ თუნდაც მიკროფლორის შემადგენლობა, მისი რაობა, თუ დღეს მეცნიერები გველაპარაკებიან იმაზე, რომ მიკრობიომის თანაფარდობის ცვლილება შესაძლებელია იყოს მიზეზი ალცჰაიმერის დაავადების ჩამოყალიბების, დიაბეტის ტიპი 1, ტიპი 2 ჩამოყალიბების, იმიტომ რომ მათი კოლონიზაციის ცვალებადობა იწვევს მთელი რიგი ნივთიერებების გამოთავისუფლებას ან შეზღუდვას და ეს მერე იწვევს რაღაც ცვლილებებს. მაშინ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ნაწლავი ბევრად უფრო ჭკვიანი და საინტერესო ორგანოა და ორგანოთა, ასე ვთქვათ, ოჯახია, ვიდრე მას და მე ვფიქრობ დაუსაბუთებელთ არ ვცემ პასუხს, პატივს, ასე ვთქვათ. და ერთი საინტერესო დეტალი მინდა ვთქვა, რატომ დაგვავიწყდა ნაწლავების, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა, მაშინ, როდესაც თუნდაც ჰიპოკრატეს დოინდან უდიდესი მნიშვნელობა ექცეოდა, გალენი საუბრობდა ჯერ ელემენტარულად იგივე, თუნდაც ბრმა ნაწლავის ფენომენი, აპენდიციტის აღწერილობები, ჯერ კიდე უძველეს ნაწარმოებებში და ტრაქტატებში გვხდება. მერე წამოვიდა უკვე რაღაც 20-იანი წლების მედიცინა, რომელმაც ნაწლავები ჩათვალა უბრალოდ გამტარ ხაზად, ასე ვთქვათ. მხოლოდ ერთი ფუნქცია ვიცით, დომინანტად მონელების საკითხი და ბუნებრივად თურმე ასე არ არის. მადლობა ღმერთს, რომ დღეს მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა და ინსტიტუტებმა უფრო მეტად გაახილეს თვალები და აღმოჩნდა, რომ წეღან როგორც ჩვენ აღნიშნე არის როგორც თურმე უდიდესი, ასევე ენდოკრინული ჯირკვალი თურმე, ასეც მოიხსენიებენ, ასევე არის ერთ-ერთი უძლიერესი იმუნო, ასე ვთქვათ, დამბადი ორგანო. ასევე არის ერთ-ერთი უძლიერესი თვითონ მთელ ორგანიზმის მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი. დიახ. მთლიანი ორგანიზმის და ერთგვარი დამცველი, ასე ვთქვათ, ბარიერი ჩვენი ორგანიზმის. დამცველი ბარიერიც, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, მისი ჯამთელი მდგომარეობა და ეს ჯამთელი მდგომარეობა, ვინაიდან ვიცით, რომ ნაწლავს ორგანიზმში უკავია საკმაოდ დიდი ადგილი და იქ მყოფი ის მიკრობიოტი, რომელიც
მავიც ახლა დაზუსტებით ამაზე საუბარი რაღაცა წყაროებში აღნიშნული 6 კილომდეა, რაღაცა წყაროებში არის 3 კილომდეო. კილოებზეა საუბარი, მაშინ როცა გვეგონა რომ იყო ძალიან უნიშნელი. და არის მაინც ეს საკმაოდ დიდი ციფრი. რა ფუნქცია აქვს და რამდენად მნიშვნელოვანი, როგორ არის უნიკალურად ორგანიზმი მოწყობილი, როგორ აქვს ის თავისი დაცვისა და აღდგენის მექანიზმები ჩადებული ბუნებას, რომ როცა არის შიდა ჰარმონიაც დაცული, შიდა ანუ იმ მიკროსამყაროშიც, სადაც გარდა ბაქტერიებისა ნაწლავებში ცხოვრობენ ასევე სოკოები, ასევე პარაზიტები. და როგორი თანაცხოვრების კანონებია და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს თანაცხოვრება იყოს აუცილებლად ჰარმონიული და წონასწორობა შენარჩუნებული. ეს არის ჯანმრთელობა. თორე ის რომ ჩვენ გვეშინია, რომ ეხლა დღეს ჩვენ რაღაცა რაოდენობით გვაქვს გრამ უარყოფითი შტამი, ან კიდე ყავს რაღაც პარაზიტები, ვიღაც პარაზიტები და ასევე სოკოა განვითარებული, თურმე ესენი აუცილებელი არის რომ იყოს ჩვენ ორგანიზმში. ამას ხო არ განიხილავენ და არც იციან, რომ თურმე ამათაც თავის კოლოსალური ფუნქცია აკიცრიათ, რომ ორგანიზმში იყოს ის ბალანსირებული ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა, რასაც ადამიანის ნორმალური არსებობისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. დიახ, როცა ორგანიზმზე, როგორც მაკროორგანიზმზე საუბრობთ ადამიანზე და აი მის ზედაპირზე და შიგნით დასახლებულ მიკროორგანიზმებზე, სოკო იქნება არქეის ბაქტერია იქნება თუ ვირუსი თუ მით უმეტეს ცოტა დიდ ორგანიზმზე, როდესაც პარაზიტებს ვახსენებთ, ჩვენ აი ნუნამ ძალიან კაი რაღაცა ახსენა. ჩვენ ვართ იმ სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიდა, რომ ისინი ერთმნიშვნელოვნად უნდა განადგურდნენ და რაღაცა ჩვენი ფორმულის მიხედვით უნდა დავალაგოთ. და ჩდებოდა ამ პერიოდში გაჩნდა ზუსტად ის მედიკამენტები, ის საშუალებები, იგივე სიმბიოტიკები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები, რომლებიც გვეხმარებოდა აი ამ ფლორის დაწყობაში ჩვენ ჭკუაზე, ჩვენი ფორმულების მიხედვით, მაგრამ რეალობა იყო უფრო მძიმე. ორგანიზმი ესე ადულად ართმობდა. რაღაც მომენტში შეიძლება მოსულიყო ეს ჩვენს გეგმაში და მერე იწყებოდა თავისებური გადალაგება და მეცაც გეტყვით, ძალიან ბევრი დაავადების გამშვები მექანიზმი სწორედ აი ამ სამეზობლოში ჩარევა იყო. და ერთი საინტერესო ფენომენია, როცა ანტიბიოტიკოთერაპია აგრესიული იწყებოდა უსისტემო გამრავლება დაუშვათ სოკოების და ამან დაბადა მე ვიტყოდი მედიცინაში ფუნგოფობიის ერა. როცა გვეშინოდა სოკოსი და თვლიდით, რომ აი სოკო იყო იმდენად მძიმე და გამოუვალი შემთხვევა, რომ მით უმეტეს ვაგინალურ სოკოზე როცა ვსაუბრობდით, მიკოზებზე და ასე შემდეგ. მე აღმოაჩინეთ, რომ ისინი გარემოში სპორადული სახით ცხოვრობენ, არსებობენ და ადვილად ხვდებიან ჩვენს სხეულში შიგნითანაც და გარედანაც და ყველა მათგანი არ არის პათოგენი. აქ ალბათ უფრო ორგანიზმის მზაობაა დაავადებისადმი მნიშვნელოვანი, ხო მართალია? მზაობა და ისევ მივდივარ იქ, რომ ფსიქოსომატური შენიშინაგანი განწყობა. გენიალურებმა თქვეს, რომ ჩვენ კი არ უნდა გვეშინოდეს ამ ჩვენი შიდა მიკროსამყაროსიო, არამედ უნდა ვიმეგობროთ მათთან. ეს მეგობრობა როგორ რანაირად, როგორ უნდა ესმოდეს, რომ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის დაბალანსება, ამაზე ალბათ დღეს ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ ფაქტი ერთი რამეა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ის დღეს, რომ ჩვენ ესე ძალიან უხეშად ჩავერიოთ ამ ხრივ და თუნდაც მუდმივად ან პერმანენტულად ვიღებდეთ ისეთ საშუალებებს, რომლებიც თრგუნავს ან ერთ ფლორას, ან მეორეს და ასე შემდეგ. ამისათვის არსებობს სულ სხვა ხერხები, რითაც შეიძლება ამ ყველაფრის სწორად აღდგენა და დაბალანსება. ამიტომ ნებისმიერი ჩარევა ბუნებაში და იმ ჩვენ მიკროსამყაროში ის იწვევს უკვე მეორე პროცესებს, რომელსაც ჯაჭვური რეაქციით მიყვება მეორე, მესამე და ასე შემდეგ. ამიტომ დროა მოსული იმისათვის, რომ ცოტა უფრო ბუნებასთან ვიყოთ ახლოს და ბუნების კანონები ვისწავლოთ მეტად, და მერე მათი მართვა, ისე ბუნებრივი გზით. მე როგორც ნუტრიციოლოგი აქ უნდა ჩავრთო ეს ფრაზა აუცილებლად. დღეს ძალიან მოდურია და ძალიან ხშირად გვესმის დეტოქს დიეტები. ჩემო ძვირფასო მაყურებელო, მისდევთ ამ დეტოქს დიეტებს ესე აქტიურად, იმიტომ რომ ესეთი მოწოდებები არსებობს და ესეთი თეორიები გამოვრეცხოთ ნაწლავი მიკროორგანიზმებისგან და მერე დავიწყოთ დასახლება.
მე მინახავს გამორეცხილი ნაწლავები, ასე ვთქვათ, მაგრამ მინახავს რომ ვეღარ დაასახლეს და მე იწყება ქრონიკული არევა და რაღაცა ფარმაცევტული საშუალებების მიღება გაუთავებლად და პაციენტი სვამს ერთი და იგივე კითხვას. აი და მეორე მომენტი. ნაწლავებში ეს მიკროორგანიზმები არიან დაბალანსებული და ერთმანეთთან წარმოქმნიან სიმბიოზურ ურთიერთობას, თანასაზოგადოებას. როდესაც მეზობლები იკარგებიან, იმათ მიყვება მე სხვა სამეზობლოს ნაწილი ხანდახან, ხო მართალია? და ძალიან ხშირად, ძალიან რთულდება მე დასახლება აი ამ კარგი ბაქტერიების, თუნდაც იმიტომ, რომ მათი სუბსტრატი აღარ ხდება. ნაწლავსთან ერთი საინტერესო დეტალი აქვს. ანატომიურად უძველეს პერიოდიდან ცდილობდა კაცობრიობა შეესწავლა ანატომია, მაგრამ ნაწლავის ანატომიას კიდე თავისებურება აქვს. იმიტომ რომ ის კონკრეტულ მდებარეობისას, კონკრეტული ურთიერთგანლაგებისას არის მხოლოდ აქტიური და მოქმედი. ჩვეულებრივ ამოიღებდნენ, გაშლილდნენ, მისი მეტრაჟით გაზომვახტებოდა სანათურების დადგენა და მთავარი რაც იყო, ეს იყო მისი კანქარისებული მოძრაობა, პერისტალტიკური მოძრაობა, ანტიპერისტალტიკა. აი ეს დეტალები ყოველთვის იყო ნიველირებული, მანამ სანამ არ გაჩნდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და საინტერესო ფიგურა. მე აქ ახლა ედუარდ პენკოფის ფენომენზე მინდა საუბარი, ეს არის ტაბუდადებული მეცნიერი მედიცინის ისტორიაში, ანატომიის ისტორიაში. ავსტრიელი პროფესორი, ავსტრიის უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც ნაცისტური პარტიის წევრი იყო და მისი ეს გენიალური ნაწარმოები, ქმნილება, ეს არის ანატომიის, ადამიანის ანატომიის სახელმძღვანელო, სადაც იდეალურად არის გაკეთებული ნახატები შესრულებული ცნობილი მხატვრების მიერ, მაგრამ სამწუხაროდ გამოყენებული იქნა ნაცისტური მთავრობის მიერ დასჯილი პოლიტპატიმრების და ასე შემდეგ გვამები, რა თქმა უნდა, მათი ნებართვის გარეშე და რა თქმა უნდა, წინარე ცხოვრებაში არ იყო დატოვებული, ხო? ეს იყო, ასე ვთქვათ, ძალადობრივი რეჟიმის შედეგი ეს ხალხი და ყველაზე სრულყოფილი ანატომიური სახელმძღვანელო გადაიქცა ყველაზე ტაბუდადებულ წიგნად და მისი შემდგომი გამოცემაც არ ხდება. მოგვიანებით იქნება უკვე ფუნდამენტალური ნაშრომები, რაზეც ჩვენი თაობაა გაზრდილი, თუნდაც სინელნიკოვის ატლასის სახით და ჩვენ უკვე დღეს ვიცით, რომ ნაწლავში მთავარი არ არის მისი სიგრძე, რაზეც ყოველთვის აპელირებენ მეცნიერები, არამედ არის მდებარეობა და ის მოძრაობა, რაც აქვს. აი როცა ნუნუ საუბრობს ფსიქოსომატიკაზე ნაწლავის, მეცნიერებმა ვიცით, ექიმებმა ვიცით ესეთი ფენომენი, თუნდაც მაგალითად ფუნქციური დიარეის გამოვლინებები დათვის დაავადებას რომ ეძახიან, როდესაც ადამიანს სტრესის დროს შეიძლება დაეწყოს სწრაფი პასაჟი და გამოვლინდეს ბაღარათით, ხო, ასე შემდეგ ესეთი რატომ? პირდაპირ დამოკიდებულება, რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ფსიქიკა ბევრ ამას მართავს და ბევრ ამას განაპირობებს თუნდაც ამ პროცესში. აი დღესდღეობით მაგალითად, როდესაც პაციენტი მოდის ქრონიკული შეიკრულობით, ჩვენ უკვე ვიცით, რომ იქ შეიძლება სომატური რაღაცა დარღვევის გარდა იყოს ცოტა სხვა დარღვევებიც და ხანდახან უფრო ღრმად რომ ჩავჭდებით, აღმოაჩენთ სეროტონინის დონის პრობლემაცაა და მთელი რიგი ცვლილებები. მოდი, რადგან აი ეს მიკრობიომზე გადავედით, ერთი კიდე რაღაცა ვახსენოთ, მიკრობიომის სტრუქტურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ხშირად ისმის ხოლმე კითხვები, რომ რითი უნდა ვიმკურნალოთ პათოლოგიური ფლორა, როცა მრავლდება. კაცობრიობის ისტორიას აქ ერთი ისეთი ცუდი პარადოქსული გამოთქმა, არც ერთ ომს არ მოუკლავს იმდენი ადამიანი, რამდენიც მოკლეს ინფექციებმა, ხო მართალია და აქ ნაწლავური ინფექციების, უბრალოდ ნაწლავური გამოვლინებებით მიმდინარე ქოლერა იქნება თუ შავი ჭირი იქნება თუ ტიფი იქნება თუ რა ვიცი, უამრავი სხვა ლომის წილი უჭირავს და აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ კარგად განვითარებულ შუა საუკუნე ევროპაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს იც, რომ ეს ის პერიოდია, როცა დიდი ქალაქები, პარიზი, ლონდონი, ასე ვთქვათ, ინფექციის ბუდეებია. რატო? იმიტომ რომ არ არის კანალიზაცია, არ არის სანიტარული ჰიგიენა და უამრავი მღრღნელები დარბიან ქუჩაში. აი ეს არის ის ეპოქა ადამიანის, ასე ვთქვათ, ისტორიაში, როდესაც მიკროფლორის დარღვევა იწვევს იმას, რომ ეს პათოლოგიური ბაქტერიები და ორგანიზმები, რომლებიც ბევრად ძლიერები არიან, ვიდრე ის ჩვენი მეგობრები, იწყებენ უსისტემოდ გამრავლებას და სპობენ ყველაფერს თავიანთ კვალზე. და ორგანიზმი რთავს დამცავ რეაქციას, რითი დიარეის სახით. ზოგადად ეს დამცავი რეაქციები ძალიან საინტერესოა ალერგიის დროს, რატომ არის ხოლმე სურდოცრემდენ, იმიტომ რომ ერთგვარად მოცილების რეაქცია თავდაცვის ვარიანტი, ხო? აქ ჩდება პირველი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში, მერე იწყება ომიანობის ეპოქა, მერე ჩდება ფლემინგი, შემოდის პენიცილინი და წამალი, რომელიც შეიქმნა ადამიანების გადასარჩენად, ხდება, მე ვფიქრობ, ყველაზე ცუდი რგოლი, იმიტომ რომ მერე მიდის უკვე ინტენსიურად განვითარება და დღეს საქართველოში უამრავს ნახავთ ადამიანს, რომელსაც პატარა სიცხეზეც კი ურჩევნია ანტიბიოტიკოთერაპია დაიწყოს და
მოკლას ის ერთადერთი საშუალება, რაც ორგანიზმს საკუთარი იმუნიტეტის გამომშავების სახით აქვს. ჩვენ ეს პერიოდი გავიარეთ და ჩვენ ვნახეთ, რამდენი ადამიანი იღუპებოდა თუნდაც კოვიდის პერიოდში, იმიტომ რომ რაღაცები მე უკვე თანდართული ბაქტერიებით ვეღარ მოვარჩინეთ. ნუტრიციოლოგიურად გეტყვი კიდევ უარეს რამეს. დღეს ცოცხალ ორგანიზმებს კვებავენ ანტიბიოტიკებით, იმიტომ რომ არ დაავადდნენ და არ დაიღუპონ, ქათმის ხორცი, საქონლის ხორცი, უამრავი რამ არის სავსე ანტიბიოტიკებით, რომლებიც ცოტა ხნის წინ გახსოვთ რძის სკანდალი, როდესაც ფრინველის ექსკრემენტებზე ლაპარაკობდნენ, იქ ამაზრზენი ფაქტი ის არ იყო, რომ ექსკრემენტები ან რძეს გვაჭმევდა, ხო? იქ შემავალი ანტიბიოტიკები. რა თქმა უნდა, აქ იყო პრობლემა ის ანტიბიოტიკები, რომლებიც გადადიოდა რძეში და რძედან გადადიოდა ბავშვში და არა მარტო ის, რომ რეზისტენტობა, ალერგიზაცია და უამრავი სხვა და ავიცი, მე დღეს უკვე მეცნიერების კვლევებს ვნახულობ, როდესაც საუბარია მუტაგენურ ეფექტებზე და ტერატოგენულ ეფექტებზე ორსულ ქალებში. იმდენად სერიოზული ის არის და საიდან მოხდა დედის ორგანიზმში კონკრეტული ანტიბიოტიკი, როცა მელაპარაკებიან, თურმე შეიძლება საკვებიდანაც მოხდეს. აი, ეს არის პირველი მტერი ამ ჩვენი მიკროფლორის, როდესაც საუბრობთ და იმ მიკრობიომის, რომელიც ასე ლამაზად ჩაციკციკებულად ცხოვრობს და არ საჭიროებს გამოსვლას ორგანიზმიდან. მეცაც გეტყვი, დღეს ჩვენ უკვე ხედავთ მეცნიერებს, რომლებიც ამბობენ, რომ ზოგიერთი პარაზიტიც ძალიან დიდ როლს თამაშობს. ყურე, ჩვენ ვიცით, რომ ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე ირღვევა ის წონასწორობა მიკრობიომში, რომელიც მე უკვე ხდება პათოგენური და არავინ არ იცის ვისთან რა შეიძლება განვითარდეს, რა რეაქციები ვის სად დაარტყას და ასე შემდეგ. და ძირითადად ეს ყველაფერი ხდება იმ ტოქსინების გამოვლინებით, საბოლოო ჯამში თავისუფალი რადიკალებით, რომელიც გადადის ბუფერულ სისტემაში და ბუფერული სისტემიდან უკვე მოედება მთელ ორგანიზმს და როგორც შედეგი აი დღეს არის პოპულარული ისეთი ტერმინი, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ვირუსი მქონდა და იმის შემდეგ ვარ ძალიან აი ვერ წამოვდექი. პოსტკოვიდური სინდრომი აღწერეთ. პოსტკოვიდური სინდრომიც, კოვიდი ყოველ შემდებოდი სხვათა შორის პაციენტები. ასევე აი ნებისმიერი ვირუსის გადატანიში რა ხდება ამ დროს? აი ზუსტად ის ხდება, რომ დაირღვა წონასწორობა მიკროსამყაროში დაირღვა. ამ დროს სოკოც თავისებურად მრავლდება. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ სოკოს თითქოს აი ეს პათოგენური მხოლოდ ჰქონდა განვითარება, მაგრამ ასე არ არის. თურმე სოკოს თავისი უზარმაზარი დადებითი თვისებას ჰქონია, ძალიან ძლიერი აბსორბენტი ყოფილა იმ ტოქსინების, რომელსაც გამოყოფს ბაქტერია. ან ბაქტერიის უტილიზების შემთხვევაში შიდა ტოქსინი გამოიყოფა. სოკოს ჰქონია თვისება აბსორბციის. გამიგეთ? და მიწებების თავის თავზე ზუსტად იმ მძიმე მეტალების, რომელიც სხვადასხვა გზით საკვებიდან, ჩასუნთქვიდან დღეს ეკოლოგია ჩვენი რანაირია, ჰაერში რამდენი რამ ტრიალებს, რასაც ჩვენ ჩავისუნთქავ და სისხლით ის ხვდება მთელ ორგანიზმში, ხო? ამიტომ სოკოს გონივრული თანაცხოვრების შემთხვევაში აქვს უდიდესი ფუნქცია და არამც არ არის საჭირო ის ტაქტიკა, რომ ის უნდა სულ მოისპოს. რა თქმა უნდა, წონასწორობაში უნდა მოვიდეს. ასევე პარაზიტები. პარაზიტებს წეღან ვახსენეთ, აქვთ მათაც, არიანო როგორც პატარა ტვერსასრუტებიო. ორგანიზმში, ღვიძლში განსაკუთრებით, რომელიც თავის საქმეს ასრულებენ, რასაც ქვია, აი ამ მძიმე მეტალების იონების შეწოვა, შთანთქმა, გაწმენდა და მერე იქიდან ევაკუაცია. ასე რომ ეს ჯერ ამ ეტაპზე მხოლოდ ასე ვთქვათ, ამდაგვარი კვლევებია. ესე იგი, იმ პარაზიტსაც თავის დადებითი თვისება აქვს, არა? ამიტომ გონივრული ის რა მიდგომით შეიძლება ჩვენ რომ მივაღწიოთ იმას, რომ ბუნებრივად შევძლოთ ჩვენ დღეს ამ ყველაფრის მართვა. ეს დღეს უკვე წარმოდგენილია ძალიან ისეთი უკვე მეცნიერულად დადგენილი მიდგომები, რომ საკვები ეს უკვე ლიზი შენი თემაა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ ჩვენ იქნებ რამენაერად დღეს შევძლოთ ჩვენი მსმენელისთვის იმის მიტანა, რომ კვება არა დიეტებით, არამედ გონივრულად რა საკვებს, რა მიკროფლორის აღდგენა შეუძლია დაბალანსება, ანუ საკვები, სადაც უდიდესი უარყოფითი როლი უკავია და ეს ახლა ახალ ამბავს ჩვენ არ ვიტყვით პურ პროდუქტებს, ანუ ფქვილი და ხორბალი, რომელიც არის
საშინელ ფორმით მოწოდებული და წვება ის დღევანდელ ასე ვთქვათ ინდუსტრიაში ის ხორბალიც თურმე გენმოდიფიცირებულია ან გენური ინჟინერიით გამოყვანილია ისეთი, სადაც გლუტენის შემადგენლობა 10-ჯერ და 20-ჯერ მეტია. იქედან გამომცხვარი, სადაც უკვე მარცვალი დამუშავებულია, მარცვალს არ აქვს ის თავისი კატო, არ აქვს ის თავისი ღირებულებები, რაც უნდა ჰქონდეს და ვღებულობთ ჩვენ ფაქტიურად მეტწილად უფრო გლუტენს. გლუტენს ნაწლავის რეცეპტორები ვერ აღიქვამენ. მისი გადამუშავება ნაწლავში ვერ ხერხდება. და როგორც წესი, მათი ყოველდღიური მიღების შედეგად მიდის უფრო ლპობითი პროცესები და იმ ლპობით ადგილას, სადაც ისინი დეპონირდებიან, ანუ სადაც ისინი რჩებიან, მიმდინარეობს პატარ-პატარა ანთებითი პროცესები. სადაც ეს პატარ-პატარა ანთებითი პროცესები მიდის თურმე, იქ ჩდება, პირობითად ეძახიან პატარა წყლულებს ან პატარა მიკროდაზიანებები, საიდანაც ხდება იმ ტოქსინების ძალიან თავისუფლად სისხლში გადასვლა. ქრონიკული ანთების ჩამოყალიბება, რომელიც არის ერთ-ერთი ანთების ჩამოყალიბება და ასევე აციდოზის განვითარება. აციდოზი, რასაც ქვია ორგანიზმში დაბინძურება ორგანიზმის ამა თუ იმ სახეობის ტოქსინის და თავისუფალი რადიკალის. ამიტომ აი ამდენად მნიშვნელოვანია სწორი საკვების მიღება. ანუ გლუტენ შემცველი პროდუქტები. ეს არის პურპროდუქტები, მაკარონები და ბევრი კიდე სხვა, რომელიც აი ამ ასე ვთქვათ, ინდუსტრიაში არის ასე განვითარებული. განსაკუთრებით კიდე მზა რაღაც პაკეტირებული საკვები, ასევე ნახევრად ფაბრიკატები. ამიტომ ამის შემცველად მოისაზრება ალბათ ადამიანები ვერ შეძლებენ რომ ეს ამოიღონ სრულად საკვები ასე ვთქვათ რაციონიდან, მაგრამ არსებობს ჭვავის პური ჩვენთან, ხო? ჭვავის პური, რომელიც აბსოლუტურად შეცვლის და ფუნქცია სხვანაირი ექნება აბსოლუტურად. დიახ. როდესაც აი პარაზიტების თემას ერთი წუთი დაუბრუნდები, პარაზიტებს ჩვენ ძალიან ნეგატიურად იმიტომ უყურებთ. პარაზიტი არის ამ შემთხვევაში კრებითი სახელი რამდენიმე არა მიკროორგანიზმის, ზოგადად დაარქვეს, ხო, რაც იყო ერთ უჯრედიანზე მეტი პარაზიტად მოიაზრა მეცნიერებამ და რომელსაც ჰქონდა ცხოვრების ის ტიპი, როდესაც ის იკვებებოდა სხვა ორგანიზმის ხარჯზე მისი ზიანის მიყენებით. მაგრამ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმ ორგანიზმებზე, რომლებიც ჩვენ ორგანიზმში თანაცხოვრობენ, ამიტომაც ისინი პირობითად პარაზიტები უკვე აღარ არიან. რა თქმა უნდა, თვითონ ტერმინიც. რა თქმა უნდა. რაც შეეხება საკვებ ინდუსტრიას, ესე იგი, ბაქტერიების და სოკოების და ზოგადად სოკო არის, მე ვიტყოდი, ეს ხო არც მცენარეული, არც ცხოველური წარმოშობის არის. ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ინტელექტუალური ორგანიზმი. უამრავი სხვადასხვა დეტალი შეიძლება სოკოზე ვისაუბროთ, მაგრამ აი საკვებ პროდუქტებსო დაუბრუნდეთ, საკვებ პროდუქტებში სოკოსი და ბაქტერიების გამოყენება ხდება და ძალიან კარგი მაღალი ხარისხის ფერმენტირებული პროდუქტები მიიღება, არა მარტო პური, თუნდაც ღვინის მიღება, ძმრის მიღება, კეფირი, კიმჩი, მაწონი, ესენი იოგურთები, ხო? ესენი ყველა არის აი ამ პაწაწინა ორგანიზმების მოქმედების პროდუქტი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ საღამოს ძეში ვაგდებთ აი ამ პატარა ბაქტერიულ დედოს, ან ესეთი რაღაცა შემადგენლობის სუბსტრატს და მეორე დღეს ვიღებთ უკვე რადიკალურად სხვა ნუტრიციულ პროდუქტს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ მიკრობიომს რამხელა მნიშვნელობა, თუნდაც ამის მაგალითზე. ხო ხტები, რასაც ვსაუბრობთ. ამიტომაც შემოიტანეს მედიცინაში მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები და თვითონ მიკროორგანიზმებს აქვს ძალიან საინტერესო ბრძოლის მეთოდი, როდესაც ბაქტერიებთან მიმართებაში ბრძოლის გამოცხადება დაიწყო კაცობრიობამ, გაჩნდა ძალიან დიდი ფენომენი ბაქტერიოფაგის სახით. და მინდა ესეც ვახსენო. 1892 წელია და საჩხერეში ცნობილი ოჯახის გარემოში იბადება არაჩვეულებრივი ბიჭი გიორგი ელიავა, ადამიანი, რომელმაც შეცვალა ვექტორი მედიცინის. დღესდღეობით დაუსაბუთებლად არის ამ ადამიანის სახელი ისევ დაკნინებული მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდა მიდის, მაგრამ ბაქტერიოფაგის შექმნა მაინც დარელთანაა დაკავშირებული და დარელის გარდა გიორგი უკაცრავად ელიავას სახელი ერთგვარად, ასე ვთქვათ, ჩრდილში არის მოქცეული. რატომ? იმიტომ რომ სამწუხარო ფაქტი ჰქონდა მას ბიოგრაფიაში. გიორგი ელიავა იყო საკმაოდ ისეთი თამამი და
საკმაოდ თავისებური ხასიათის ადამიანი, ძალიან ახალგაზრდა ასაკში. იგი სხვათა შორის თუ რამ კარგი გაუკეთებია თავისუფალ საქართველოს, დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლებას, ერთ-ერთი იყო, რომ 2018 წელს ელიავა პარიზში გააგზავნა სასწავლებლად. ჩამოდის იქიდან განათლებული, უზომოდ ცნობის მოყვარე ახალგაზრდა ბიჭი საქართველოში, რომელსაც უკვე დერელთან ნაცნობობა აკავშირებს, იცის რა ხდება ბაქტერიოფაგის მიმართულებით, იცის რომ არსებობს ვირუსები, რომლებიც ბაქტერიაში შეიძლება შეიყვანო და ბაქტერია მოაკლევინო, ისე რომ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენო და ეპატიჟება თბილისში არც მეტი არც ნაკლები დერელს, რომელიც აპირებს ჩამოსვლას, მაგრამ იწყება გასაბჭოების პერიოდი და დერელი საბჭოთა მთავრობას მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამბობენ სტალინმა თხოვა არ ჩამოდის. დერელს უხსნიან ინსტიტუტს, დიდი ხვეწნა მუდარის მერე ამბობენ, რომ სერგო ორჯონიკიძე დაეხმარაო, მაგრამ ამის გამო მას სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაეკიდება ლავრენტი ბერია. ესე არის ყოველ შემთხვევაში ისტორიას ეყვება, რამდენად დეტალების ისტორია აქ ბერიას დისკრედიტაცია ძალიან დიდი ფაქტორი იყო და ძალიან ახალგაზრდა, დაახლოებით 45 წლის იყო თუ არ ვცდები. ელიავას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ, გადაასახლებენ, დახრეტავენ მას, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებით ფრანგულ რაღაცა მიწისქვეშა ორგანიზაციასთან, რა ვიცი, კავშირის გამო, ადამიანი, რომელიც იყო მეცნიერი, რომელიც იყო უამრავი გამოგონების ავტორი, სხვათა შორის ეს ის ადამიანია, რომელმაც თუ გახსოვთ ეს ისტორია, რომ ჭაბუკიანიც ეკვავდა და ბერიამ ძალიან ცუდად მოიხსენია ჭაბუკიანი, ვინც დაიცვა, ეს ის ადამიანია ზუსტად და ეს გვარი და სახელი ისტორიიდან ამოიშალა ერთგვარად. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც გვაქვს გასაღები, როგორ გადავარჩინოთ კაცობრიობა ზომბი აპოკალიფსისგან, რომელიც დადგება ბაქტერიების გამრავლებით. ეს არის ბაქტერიოფაგის ფენომენი, რომელიც ასევე მუშაობს ნაწლავებში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოწინააღმდეგე ამბობს, რომ ნაწლავებამდე ვერ აღწევენო ბაქტერიოფაგები. თუმცა ჩვენ გვაქვს უკვე დადასტურებული ფაქტი, რა შვება ბაქტერიოფაგი. ოღონდ აქაც იქ პრობლემაა, აქაც პიაშის თემაა. ბაქტერიოფაგმა რო იმუშაოს, ნაწლავი უნდა დახვდეს მზად იმისთვის, რომ ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდეს. ამიტომაც პიაშზე როცა ვსაუბრობ, მე მინდა ერთი პატარა პასაჟი გავაკეთო შენსკენ. შენ ყველაზე კარგად იცი ალბათ ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში, რამხელა მნიშვნელობა აქვს პიაშს, იმიტომ რომ მეთოდი, რომლითაც შენ უშაობ, ასევე აი ამ პიაშის მოწესრიგებას უწყობს ხელს. პიაში არის, მე წეღან ვახსენე, წყალბადის პოტენცია, ეს არის ისეთი ძალიან საინტერესო სკალა, რომელშიც არის მონიშნული რაღაცა წერტილი, მე არ ვიტყვი, რომ უნივერსალური წერტილი არსებობს, ეს წერტილი არის კონკრეტულად გარემოსთვის, პირისღრუ, კუჭი, საშოს ფლორა, ხო? ეს არის სხვადასხვა და მჟავური თვისების მარცხენა და მარჯვენა გადახრა უკვე ბალანსი. კი ბატონო. ორგანიზმში. მარცხენა და მარჯვენა მხარეს გადახრა უკვე არის გადახრა ან აციდოზისკენ, მჟავისკენ, ან ალკალოზისკენ, ანუ გატუტიანებისკენ და როცა ვამბობთ, რომ ორგანიზმმა რო კარგად იარსებობს საჭირო ეს ტემპერატურა რაღაც pH-ი არის წამყვანი და სხვათა შორის ტემპერატურული რეინჯი უფრო დიდში შეგვიძლია ვიარსებოთ, ვიდრე pH-ში. კი. აი ეს ძალიან საინტერესო pH-ის პატარა ცვლილება და უკვე კი, იმიტომ რომ ასია მოწყობილი სამყაროში ადამიანის ის სპეციფიური მომენტები. კი ბატონო. ამიტომ ამას რამდენადაც კარგად ვსწავლობთ, იმდენად მე უკვე გასაგები ხდება, როგორი, ასე ვთქვათ, თავისებურებანი ახასიათებს ამა თუ იმ ორგანოს, ამა თუ იმ იგივე ნაწლავში სეგმენტს. კი ბატონო. წვრილ ნაწლავში სხვა pH-ია, მსხვილ ნაწლავში სხვა pH-ია, აბსორბციად შეწოვადობა გაცილებით უფრო სხვადასხვა ნივთიერებების ხდება, იმიტომ რომ სულ სხვადასხვა ბაქტერიები ცხოვრობენ. ანუ ტუტე გარემოში ცხოვრობენ სხვა შტამის ბაქტერიები, მჟავურში ის პათოგენურები, რომელიც მერე იწვევენ, ასე ვთქვათ, პათოლოგიურ სხვადასხვა განვითარებას. ამდენად pH-ის ნორმაში ყოფნა, ვიცით, რომ დღეს, ასე ვთქვათ, ნორმა თითვლება, წონასწორობაში რომ იყოს, pH-ი უნდა იყოს სადღაც 7-დან 7 და 45-მდე. საკმაოდ პატარა ზღვარში. ხო, პატარა დიაპაზონია. ამიტომ გადაახრა მარჯვნივ, ანუ დაქვეითებისკენ ეს იწვევს მჟავიანობას, მომატებისკენ გატუტიანებას. არც ერთი რო არ გა, არც მეორე ვარ გადიდათ. ამიტომ აი ამ ოქროს შუალედის შენარჩუნება რამდენად არის შესაძლებელი და ან თუ არ არის, რითი შეიძლება რომ ეს მოგვარდეს. ნუ პირველი ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ საკვებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია ისევ და ისევ უბრუნდები ამ თემას, რომ საკვებით იყოს ეს რეგულირებული, მაგრამ სადაც თქვათ ამის საშუალება არ არის,
ვინაიდან თუ თქვათ pH-ი გადაიხარა მჟავისკენ, მჟავური გარემოსკენ, იმ შემთხვევაში ძალიან ბევრია უარყოფითი მიკროფლორა, რაც გამოყოფს კიდევ ძალიან ბევრ უარყოფით არასასურველ ნივთიერებებს, თავისუფალ რადიკალებს და ტოქსინებს, რაც ხდება სისხლში, რაც ხდება ტვინში და იწვევს ინტოქსიკაციას. ანუ დეტოქსიკაცია, ორგანიზმიდან ამ ტოქსინების გამოდევნა და მათი ნეიტრალიზება, ეს არის კიდევ სულ სხვა თემა, რაზეც ჩვენ ალბათ და ეს არის სწორად ჩატარებული დეტოქსი, როდესაც და ამ თემაზე ჩვენ ალბათ მომდევნო გადაცემებში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ, რა მეთოდები არსებობს და ჩვენ კლინიკაშიც ძალიან კარგი მეთოდებია ამ თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ დღეს რატომღაც ისე ჩამოვაყალიბეთ ჩვენი დღევანდელი საუბრის დიაპაზონი, რომ ვილაპარაკოთ პროფილაქტიკურად, რომ არ მივიდეს საქმე აქამდე და სადაც უკვე მისულია, ხო, იმ შემთხვევაში როგორ დავეხმაროთ რომ მოხდეს ეს დროულად და რაც შეიძლება იყოს დამზოგავი მიდგომა, რომ არ გართულდეს და არ განვითარდეს უფრო მეტი დაზიანება, ხო? არ ჩამოყალიბდეს უფრო მეტი ცვლილებები ორგანიზმში. ამაზე ცოტა მოგვიანებით მომდევნო გადაცემებში. დღეს ახლა რაც შეეხება ამ წონასწორობის შენარჩუნებას. ისევ და ისევ საკვები ნივთიერებები, ის თქვათ მცენარეული კომპონენტები, რომელსაც დიდი რაოდენობით აქვს უჯრედისი და ბევრ მცენარეს აქვს შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა შტამის ბაქტერიები დადებითი ბაქტერიები, ასე ვთქვათ, გამრავლდეს და მათ თვითონვე თავისივე იმ გენიალური პროგრამით ჭკვიანურად დაამყარონ ის ბალანსი ნაწლავში, რომელიც მისცემს საშუალებას მათ სწორ, ასე ვთქვათ, აღდგენაზე, ნაწლავის ამა თუ იმ სეგმენტში ფუნქციის აღდგენაზე. ახლა ჩვენ წეღან აღვნიშნეთ, რომ ნაწლავს აქვს უდიდესი იმუნური კიდევ ფუნქცია. ანტისხეულების წარმოქმნა და დიახ. ამიტომ თუ არ იქნა აი ეს ბალანსი შენარჩუნებული ან აღდგენილი, იმუნური სისტემა ყოველთვის სუსტია. სუსტია და უჭირს მას ამოცნობა, უჭირს მას ბრძოლა, ის უჯრედები, რომელიც T-ლიმფოციტები მნიშვნელოვანია, რომ მუშაობდეს იმ დონეზე, ეს ყველაფერი ნელდება. ანუ ირღვევა ის მიმოცვლითი პროცესები, რაც ბუნებაში ჩადებულია და ის მიმოცვლითი პროცესები არის უმნიშვნელოვანესი ამა თუ იმ ორგანოს სწორი ფუნქციონირებისთვის. ასევე ჩვენ ვამბობთ, რომ თავში ვახსენეთ, რომ ნაწლავი არის უდიდესი მოვლენა, რასაც შეიძლება დავარქვათ მეორე ტვინი. ხო? ის რომ ნაწლავი გამოყოფს ნორმალურად მოფუნქციონირებს, სადაც არ არის პრობლემა. გამოყოფს თურმე დოფამინსაც, სეროტონინსაც და ჩვენი ნორმალური ემოციური მდგომარეობა ზუსტად ნაწლავის სწორ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული, ეს უკვე ისეთ აქსიომად იქცა. რომ უკვე ღერძიც კი ღერძიც არის დაკავშირებული. ანუ ეს უდიდესი კავშირი და მოდით აი ამ თემებზე ვიფიქროთ და ამ თემებს გავუკეთოთ უფრო მეტი ასე ვთქვათ, ინფორმირება, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ აი თუ გვინდა რომ ვიყოთ ჯამრთელნი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა არის უფრო მნიშვნელოვანი. ანუ სწორკვებას ძალიან ბევრი, ახლა შენ რო იცი მაგდენი ნუტრიციოლოგიდან ვინ იცის, ხო? ანუ რა კომპონენტებია, ვთქვათ, აუცილებელი, რომ ჩვენ მოსახლეობას რაღაცა გარკვეული რეკომენდაცია გაუწიოთ, იმ თვალსაზრისით, რომ იყოს ეს pH-ი დარეგულირებული და რასაც მოყვება ასევე მიკროსამყაროში იმ დადებითი ბაქტერიების წონასწორობის აღდგენა და არა მოკლევადით, როგორც შეუძლია ეს ხელოვნურად მიღებულ პრობიოტიკებს და მათნაირებს, ხო? ასე რომ ბუნებრივად როგორ აღვადგინოთ? ჩვენ წეღან ახსენე ფერმენტული პრეპარატები. ფერმენტული პრეპარატები კი არა, ბუნებრივი საშუალებები. კი ბატონო, ფერმენტიზირებული საკვები. ფერმენტიზირებული საკვები. რამდენად აუცილებელი და მნიშვნელოვანია ბუნებრივი ფერმენტებით აღდგენა ამ მიკროფლორის. ასევე რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი საკვების მიღება, რომელიც ბუნებრივ ლაქტო და ბიფიდობაქტერიებს შეიტანს და აღქმა ნაწლავის
იმ რეცეპტორების, რომელიც პასუხისმგებელი არიან აღქმაზე, ზუსტად წაიკითხავენ და მიხვდებიან, რომ ის არის რაც მე მჭირდება. და ის კი არა ხელოვნურად რომ არის შექმნილი ლაბორატორიაში, რომელსაც სიცოცხლის უნარიანობა თურმე ძალიან დაბალი აქვს. იმიტომ რომ მან სანამ ის ნაწლავში მოხდება, მეცაც გეტყვი, ხანდახან კაფსულირებულ ფორმაში ცოცხალი აღარ არის. იმიტომ რომ შენახვის პირობები არ არის მაგ დაცული. ამიტომ ის რომ არსებობს ორგანიზმში ბარიერები, რის გამოც ის მიკრობიონტი ვერ მიაღწევს თავის დანიშნულების ადგილამდე, ან მიაღწევს ძალიან დაბალ პროცენტში, რასაც ვერ ექნება სიცოცხლის უნარიანობა. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გაიგონ. მეცაც გეტყვი, დღესდღეობით, როცა ჩვენ აი სინბიოტიკებზე და პრობიოტიკებზე, პრებიოტიკებზე საუბრობთ, ერთი რაღაცა გვავიწყდება, რომ სოფლიო დღეს იკვლევს ფეკალური მასის გადანერგვის ფენომენის აუცილებლობაზე. ესე იგი, საუბარი არის არა ქიმიურად სინჯარაში მიღებული ბაქტერიული ფლორის, არამედ ნატიური კულტურის მიღებაზე და მისი გადანერგვაზე, რომელსაც ბევრად უფრო კარგი შედეგები აქვს, ცოტა ცუდად ჟღერს, რომ ფეკალური მასის გადანერგვა, თუმცა ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როდესაც პაციენტს ფლორის ძალიან ისეთი დარღვევა აქვს, ეს მეთოდი არის მართლაც უნიკალური გამოსავალი. რაც შეეხება კვების სისწორეს, არასოდეს არ უნდა დაგვივიწყოთ, რომ საკვებთან ერთად ჩვენ ვიღებთ წყალს. მე ვიტყოდი, რომ წყლის სწორად სმის კულტურა არის მარტივი ყოველდღიური დეტოქსის საფუძველი და აი რომ წარმოიდგინოთ ერთი უცხოელი ნუტრიციოლოგი ამბობს ძალიან საინტერესო ფრაზას, ორი ქალბატონი, რომელსაც სახლის დალაგების ტექნოლოგიები აქვს შემუშავებული. ერთი ალაგებს თვეში ერთხელ და მეორე ალაგებს ყოველ დღე. ცოტ-ცოტა წმინდავს მტვერს, ფანჯარას ასუფთავებს. ჯამში ეს პირველი ქალბატონი არის უფრო დაძაბული, იმ ერთ დღეს ელოდება, სახლი მთელი დღეები არეულია, სტუმრის მოსვლა არ უხარია, მთელი რიგი პრობლემები აქვს და ეს ქალბატონი, რომელიც ყოველ დღეს ისეთი ფუმფულა მტვრისაწმენდით გადაწმინდავს და გამოხვეტავს, ხო, უფრო ბედნიერიაო. ასეთივე არის სწორის წყლის სმის ფენომენი თურმე. რა თქმა უნდა, ხა ორგანიზმში იქ შეცდომებს არ გვპატიობს, მაგრამ მაინც ყოველ დღე და მე სხვათა შორის ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ვეხრობი იმ საფუძველს, რასაც ტრადიციული მედიცინა, აღმოსავლური მედიცინა გვეუბნება, რომ წყალი აი ესეთი ცივი და ონკანიდან მოშვებული და ავსებული არ უნდა მივირთოთ. თუმცა პლასმასის ბოთლებზე ცალკე ბრძოლა მაქვს და მაგაზე მერე იყოს. კიდე სხვა თემა. მაგაზე მერე იყოს. თქვენ თუ დააკვირდებით წყალს რომ ავსებთ ჭიქაში იქ რა ჯადო ტრიალებს და ეს თეთრი რაღაცა რომ ამოდის ზევიდან მიხვდებით რომ ის არის ქლორიდ გაწმენდილი წყალი რომელიც კუჩში სადაც ისედაც აშქლორი ხდება ცეცხლს და რა ვიცი რაღაცა ჯოჯოხეთური მას ატრიალებს. კი ბატონო დავლიეთ წყალი მაგრამ როგორ მე ყოველთვის პატივს ვცემ იმ წყალს რომელიც არის ჩემი სხეულის ტემპერატურის იმიტომ რომ ორგანიზმს არ უყვარს შოკები შოკს მე ვიყენებ განსაკუთრებულ შემთხვევებში და საერთოდაც ყველას ვთხოვდი რომ დავივიწყოთ რა ცხელი და ქაფქაფა ჩაის და ყავის სმა. ისეთი მდუღარესი, რომელსაც აი ბოლი ასტის, ეს არის სარეკლამო ვიდეოებისთვის ფანტასტიკური რაღაცა, მაგრამ ორგანიზმს არ უყვარს. მოხარშვა ასე ვთქვათ, ხო? როდესაც წყალს ვსვამთ და წყალს ვსვამთ ნელა ყლუპ-ყლუპით სვენებით პოზიტიური განწყობით, ის ძალიან მდორედ ჩაედინება ჩვენს აყლაპავში, გადადის კუჩში, მერე თანდათან 12 გოჭაში და ასე შემდეგ და ნელ-ნელა ჩამორეცხავს კედლებზე არა მარტო ბაქტერიებს, არამედ აი იმ ნარჩენ პროდუქტებსაც, იმ შლაკებს წიდეს რო ეძახით, ხო? უღოთ ეს არ არის პრობლემა. იმისათვის რომ საზოგადოება ახალგაზრდა იყოს მუდმივად და ბაქტერიები დღეში თვითონაც ძალიან ბევრი იღუპება და ტოვებს და ეს არის ფიზიოლოგიური აქტი. რა თქმა უნდა სიკვდილის სიცოცხლისთვის ეს არის ბუნების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და გამოდის ორგანიზმიდან. მაგრამ თუ ამას ჩვენ მივაყოლებთ საჭმელს და ორგანიზმი უკვე ვერ ხვდება საითკენ გადართოს ყურადღება უპირატესად, მაშინ რა თქმა უნდა აი ეს გამორეცხვის, ასე ვთქვათ, მსუბუქი დეტოქსის ეფექტი არ იქნება. ამიტომაც წყლის სმა ცალკე კულტურაა მე ესე ვიტყოდი. და ის რაღაცა სასწაული ფარმაცევტული მოწოდებული რაღაცა დეტოქს კოქტეილები, რომლებსაც მიირთმევენ, ვერ გეტყვი რამდენად კარგია, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაზე კაი გამოცდა და ყველაზე კაი evidence based ჩემთვის არის დროში გამოცდილი საშუალებები. აი სკანდალიც რაც მოყვა თუნდაც ანტივაქსერულ კომპანიას და ყველაფერ კამპანიას და ასე შემდეგ იყო მიზეზი იმისა რომ დროში არ იყო გამოცდილი რაღაცები და დრო ბევრ ამეს აი რატომ მიყვარს ტრადიციული მედიცინა რატომ მიყვარს ეს მეთოდები რაც უკვე ვიცი იმიტომ რომ მე ნანახი მაქვს მისი ავი და კარგი და ვიცი რომელს მოკიდო ხელი და რომელი გამოვიყენო საკვებ პროდუქტებთანაც იგივეა მიმართებაში თანაფარდობები ნახშირწყლები ცილები ცხიმები ამერიკა მამუგვიტრიალა არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა
ყველამ ვიცოდით, რომ ეს ესე უნდა ყოფილიყო და რომ ისო ტრანსინდუცირებული ცხიმები ცუდია. ეს აპრიორი ვიცოდით. ის რომ დღეს საქართველოში ჯანმრთელობის პრობლემის მიზეზი არის, რომ ხელმისაწვდომია ფენოვანი ხაჭაპურები და ნახევრად ფენოვანი დიდი ბოდიში მცხოვრებლებს ვიცი, რომ ვერ ამიტანენ ამის მერე ალბათ. მაგრამ მე რომ ნუნუს კითხო როგორ აცხობდა დედამისი ნაპოლეონს, მე ტყვის რომ კარაქით და არა მარგარინით, ხო მართალია? აი ეს საკვები არის ერთმნიშვნელოვნად მავნე. იმიტომ რომ იმ დიდი მოლეკული უჯერი ნახშირ წყალბადების დაშლა, რომელიც მერე არის წყალბადით გამდიდრებული, ჰიდროგენიზირებული, იმიტომ რომ მივიღოთ მყარი სტრუქტურა, ცოცხალ სამყაროში ცხოველური ცხიმები ისე განაგო ბუნებამ რომ არის მყარი, სცენარიული თხევადი. გამონაკლისია კაკაოს ცხიმი, იქეთ-აქეთ ეს მნიშვნელო. და აი რაღაცა საშუალებას, რომელსაც საოცრად გემრიელი და კარგი ვიზუალური ეფექტი აქვს, სამწუხაროდ ჯანმრთელობისთვის არა მარტო ის ნულისარგებელი, არამედ პირიქით მავნეობა ახასიათებს. და თუ ჩვენ დავაბრუნებთ რაღაცებს, აი რძის პროდუქტებზე, დღეს ბევრი ნუტრიციოლოგი გეუბნებათ, რომ არ ჭამოთ. იცით რამე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, მე ვიცი ხალხი, რომელიც რძეს ფანტასტიურად სვამს. მესმის, რომ მასაკთან ერთად რძის მომნელებელი ფერმენტები იკლებს ან ხრება და ზოგ ადამიანს მე ლაქტოზის აუტანლობა ეწყება, მაგრამ თუ ის ადამიანი, მოდით რა იქიდან ვიმსჯელოთ, ის იტანს და სვამს, მე არა უკრძალავ მაგალითად. იმიტომ რომ მე გავიარე ის ეპოქა, როდესაც ჩემ მამას, რომელსაც წნევა აწუხებდა, კარდიოლოგმა აუკრძალა კარაქის მიღება, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ძალიან გამხდარია და მას ჰქონდა ოცნება ეჭამა კარაქი. და როდესაც 10 წლის მერე უკვე სხვა ლიტერატურაზე გაზრდილმა კარდიოლოგმა უთხრა, რატომ არ ჭამ კარაქს, კარაქი არ არის ცუდი? მამამ მკითხა მე, აბა ის 10 წლის რა იყო, რატომ მითხრაო? რატო ვიყავი ესეთ დისკომფორტში? აი ხო დღეს რაღაც ახალი გაიდლაინები გვაქვს. ნუ შეიძლება ხვალ გითხრან რომ ესე არ არის და მე უკვე უნდა აუხსნა ეს პაციენტი რატომ მოკალი. წლებით გამოცდილ ჩვენი ვთქვათ აი წინაპრების გამოცდაზე და გამოცდილებას რომ დავეყრდნოთ. მე მახსოვს და მე ვიცი როგორი ჯანმრთელები იყვნენ ჩემი წინაპრები და ჩემს გარშემო აი 90 წელს მიღწეული ქალბატონები იყვნენ, განსაკუთრებით ქალბატონები უფრო, რომელიც ფაქტიურად იყვნენ ოჯახის კულინარიულ საქმეში ჩაბმულები და ისინი იყვნენ ოჯახის, ასე ვთქვათ, დედაბოძი ხო არის, მაგრამ ფაქტიურად მართველები იმ საკვების გაკეთების, იმ სიყვარულის ჩაქსოვის იმ საკვებში და იმ საკვების გამოყენება. ძალიან ცუდ თემას შეეხე ახლა. მაგაზე თუ მე ხა ამალაპარაკე, იმიტომ რომ საკვების მომზადების ალქიმია არის აბსოლუტურად მისტიკა, ეს არის მაგ თემაზეც ვისაუბრებთ. არ გვინდა მაგ თემაში არ შევიდეთ. არა, მე ახლა სხვა რამე მინდა ვთქვა, რომ რამდენად გამოცდილება გვაქვს იმისა, რომ ისინი ხმარობდნენ ცხოველურ ცხიმებს. და არანაირი გულსის ძარღვთა დაავადებები არ იყო განვითარებული რომელ წლამდე და არ ცნობდნენ ესეთ სტატისტიკაში არ იყო ესეთი მცნება. მხოლოდ 50-იანი წლების შემდეგ დაიწყო, რაც დაინერგა ეს ასე ვთქვათ ზეთები, რაფინირებული, იმნაირი, ამნაირი და კიდე რაღაცნაირი რაფინირებული ოღონდ, რაც იწვევს ფაქტიურად სერიოზულ დარღვევებს და ის რომ ათეროსკლეროზები და ქოლესტერინის ფოლაკები ეს არის ცხოველური ცხიმების ასე ვთქვათ ცხიმების განკვერცხისგან და ასე შემდეგ მიღებული, რომ ეს მითიც დაინგრა და თურმე ეს ესე არ არის. ეს თემაც ახლა საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ მე მინდოდა ბოლომდე მიმეყვანა აი წყლის საკითხთან დაკავშირებით რა. ანუ კულტურა წყლის სმის. თბილი წყალი ეს არის ნაწლავისთვის ის კუჭზე არა გვაქვს ლაპარაკი, ვლაპარაკობ დღეს ნაწლავზე და ნაწლავს რაც უხდება და საჭიროა. ამიტომ თბილი მიღებული წყალი უხდება ნაწლავს, რომ ის ნაწლავური ზედ ნადები რაც ვერ გადამუშავდა, ჩამოირეცხოს და გამოვიდეს ჩვენგან, მას სჭირდება ზუსტად ეს თბილი წყალი და დღეში ლიტრა ნახევარი მაინც მიუხედავად და არა 5 ლიტრა, როგორც ფიტნეს ინსტრუქტორები ურჩევენ ხოლმე და ლიტრა ნახევარი გაბერილი დადიან მე ოქროს შუალედი, რომელიც აუცილებელია და მიღების თვითონ წესი. ანუ საკვებსა და საკვებს შორის უნდა იყოს გარკვეული ჯანსაღი პერიოდი, როცა მარტო წყალს ასვავთ. და ეს იქნება ის დეტოქსი,
რომელზეც შენ წეღან ისაუბრე. ბუნებრივი დეტოქსი ყველანაირი ზედმეტი ჩარევის გარეშე. ამიტომ ჩვენი ცხოვრების წესი ცოტა უნდა გადავხედოთ და ჩავჯდეთ რაღაცა გარკვეულ. როდესაც არტერიული ჰიპერტენზია ახსენე, მან ერთი ჩართვა მინდა გავაკეთო. არტერიული ჰიპერტენზიის ფენომენი ჩვენთან ისიც განაპირობებს, მაღალი წნევის მაჩვენებლის, აი მარტივად ვთქვათ რა, რომ ჩვენ ვართ ისერი, რომელსაც ძალიან გვიყვარს მარილი. თუ არ ვწდებით 15 მგ-მდე მოვიყვანთ, ჩვენ როცა უკვე 5 გრამამდე შეგვიმცირეს რაოდენობა და აი რომ დამთავრდება ეპოქა, რომ სუფრებზე მარილები გვიდგას თავღია, რომელსაც იოდიც კი გამქრალია, მე მგონი მაშინ გვეშველება, იმიტომ რომ ჩვენ ისერი ვართ, რომელიც კულტურის ნაწილად თვლითო სუფრაზე მარილი იდოს, თუმცა პურმარილი ქართული ფენომენი მთლად არ არის. ჩვენ მარტო პური და მარილით არ ხვდებოდით, პური და ღვინო იყო ჩვენი ცოტა ახლო მეზობლის მოხოვული მგონია უფრო ჩრდილოეთიდან და მარილის რაოდენობა როგორც კი იკლებს, წყლის საჭიროება მცირდება და ის ხალხი, რომელიც მარილს ბებჭავს და წყალს არ სვამს, აი მათი ორგანიზმი წარმოიდგინე კიდევ უფრო კომპრომეტირებულია. და ესეთი ყავს ხალხი, როდესაც სუფრაზე სხდებიან და მარილის მოყრით იწყება სადილობა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მარილის შემცირებას ახლავს იოდის შემცირება და ჩვენ ცოტა აქ გვიჭირს იოდის დეფიციტის ქვეყანა ვართ, ამიტომაც გვიწევს მერე რაღაცა იოდის შემცველი საკვების დამატება. და ბარემ საკვებზე ვსაუბრობდით, კიდე ერთ თემას შევეხოთ, ცხიმებიც ვახსენეთ, რა თქმა უნდა, ცილოვანი და ცხიმოვანი საკვები განვიხილეთ, ასე ვთქვათ და კიდე ერთი რამე მინდა ჩავრთო. ეს არის წვნიანები, ჩვენ ვსაუბრობდით გახსოვს მე და შენ, რომ წვნიანები საერთოდ გაქრა და დღეს გვეუბნებოდნენ, რომ ცოტა ხნის წინ მოგვიწოდებდნენ, რომ აი, როდესაც თქვენ ქათამს ხარშავთ, პირველი პირით გადაასხით, მეორეც, მესამეც მიაყოლეთ, მერე აიღეთ სუფთა წყლით თავსეთ, წამოადუღეთ და ჩადეთ ქათამი. ანუ ეს იყო წყალში ჩადებული მოხარშული ქათამი უფრო ვიდრე წვნიანი. დღეს უკვე გვეუბნებიან, რომ თუ ქათამი კარგია, თუ ენდობი მას როგორც პირველ წყალიდან მიღებულ პროდუქტს, თუ ის არ არის გატენილი და გაძეძილი 1000 გვარი რაღაცეების, პირველი პირი გადაასხი კი ბატონო, იმიტომ რომ ძირითადად სისხლის კომპონენტები მიყვება და ასე ვთქვათ, ჭუჭყი რაღაც ჯანკ პროდუქტები, მაგრამ ბულიონი თავისთავად არ არის ცუდი. მაგრამ აქაც, როდესაც დიეტას წერთ, ვითვალისწინებთ რაღაცებს. მე დღეს მინდა მოსახლეობას უთხრა, რომ აი წვნიანები საერთოდ გაქრა. ჩვენ ვართ ფასტფუდების ეპოქაში. როდესაც სამსახურში შეიძლება წაიღო წიწიბურა და მოხარშული კვერცხი ან ხორცი, მაგრამ წვნიანს ვერ წაიღებ. ამიტომაც ის დღეები, როდესაც ოჯახები ერთად არიან, შაბათი კვირა, ბებიებს, დედებს მინდა მოუწოდო, იმიტომ რომ სამზარეულოს ალქიმია ცალკე გვინდა. ცალკე ვისაუბროთ მაგაზე. კი ბატონო. მე ფიქრობ, რომ აი წვნიანი და ზოგადად დააკვირდით რიტუალურ კვებაში ყველა დიდ ერებს, ყველა დიდ ასე ვთქვათ, ინიციაციის ნაწილია, როდესაც ერთი გობიდან ჭამდნენ, ერთი ჭურჭლიდან ზიარდებოდა საკვები. მე ხარ ვამბობ, რომ დავსვათ ბავშვები და დიდი ჯამი დავდგა და იქიდან გაუნაწილოთ, მაგრამ ის რომ სადილობა საუზმობად კვირაში ერთი დღე მაინც უნდა მოხდეს ოჯახურ გარემოში, ან იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც შეარინგი გაქვს, კარგი ემოციების, ამას ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. კი, როცა მე ვჭამ, უნდა ჩუმად ვიყო, იმიტომ რომ იქ ანატომია ისეთი, რომ საყლაპავი და სასულე უნდა დავიცვა საკვების ლოყმის მოხვედრისგან, მაგრამ ემოციურად იმ ადამიანთან ერთად კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება წვნიანებს, შენ ძალიან კარგი თემა აღნიშნე. რა თქმა უნდა, ისევ ამ წვნიანებთან მიმართებაში გარკვეული პერიოდი ისევ იყო ისეთი არასწორი, ასე ვთქვათ, მიდგომა, რომ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ აი ქოლესტერინი და იქ ქოლესტერინი იქნება დიდი რაოდენობით და აღმოჩნდა, რომ ქოლესტერინზე უფრო მნიშვნელოვანი კოლაგენია. ის ბუნებრივი კოლაგენი, რომელიც შედის ზუსტად ცხოველურ წვნიანებში, რომელიც არის შეუცვლელი. შეუცვლელი. მთელი ჩვენი ორგანიზმი, ყველაფერი აბსოლუტურად, ყველა ქსოვილი შედგება კოლაგენისგან. კოლაგენს იმის გარდა, რომ ის არის საშენი მასალა, კიდევ ჰქონია ისევ ის მეორე თვისება, ისევ დეტოქსთან მივდივართ. თურმე დეტოქსი ყოფილა ძალიან ძლიერ და ჩვენი ტრადიციიდან ვიცით, ჩვენი მამაკაცების და არიან ქალბატონები, ვისაც უყვართ ნაბახუსებს, მიიღებდნენ ხაშს და ხაშის წვნიანს, ხო? გამოყავდათ ამ, ასე ვთქვათ, ნაბახუსებიდან ძალიან კარგად. და ეს არ არის
აბსოლუტურად ჭკუამოკლებული ორგანიზმის ეფექტი. თურმე ძალიან ძლიერი დეტოქსია კოლაგენი ბუნებრივი, ცხოველური, რომელიც ჩვენ სხვადასხვა წვნიანის სახით უნდა მივიღოთ. მაგრამ როგორც საშენი მასალა და ასაკში, როცა კოლაგენს კარგავს ადამიანი ძალიან დიდი რაოდენობით, ბევრი მიზეზისა გამო, მას განსაკუთრებით სჭირდება იმისათვის, რომ გქონდეს ჯანსაღი ჩვენ ნაწლავური მიკროფლორა და ნაწლავმა იფუნქციონიროს სწორად, ჩვენ გვჭირდება ახლა რაღაცა პატარა რეზუმეს გავაკეთებ, მაგრამ მე მინდა კიდე ერთი თემა აღვნიშნო. ისევ 60+, ესე ვთქვათ რა. სენიორები არ შევეხები 60+. ამ ასაკში უკვე გვინდა არ გვინდა პერისტალტირება იწყებს სიზარმაცეს. და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ნაკლებად ვმოძრაობთ. ასევე ეს ნაკლები მოძრაობა თანიკაც კუნთებიან, არ დაგვავიწყეს ნაწლავებში განივი გასცემ, რომელიც ასევე ზარმაცდებიან გარკვეულწილად. ასევე ზარმაცდება ჩვენი სახსრები და ამ ყველაფერს კოლაგენი აკლია. იმისათვის რომ ორგანიზმს აქვს თავისი ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავების უნარიც. აუცილებელია მოძრაობა. აუცილებელია თვით რეგულარული, ძალიან მარტივი მასაჟებიც კი, მუცლის მასაჟები. ხო? მცდარია ის მიდგომაც, რომ საჭიროა აუცილებლად რაღაც აგრესიული ჩარევა ალბათ ხო და ჩარევა და ის საშუალებები, რასაც ქვია გუტალაქსი, რასაც ქვია სენადე, რომ იწვევს, ასე ვთქვათ, ხელოვნურ პერისტალტირებას. ელემენტალურად ერთ რაღაცას ვიტყვი. თურმე ძალიან ეფექტურია და ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ დილას წოლიერი მდგომარეობაში მარჯვენა ხელი დავიდოთ ბრმანაწლავის პროექციაში და დავიწყოთ მუცლის წრიული მოძრაობები. რაც ძალიან დიდ ასე ვთქვათ, სტიმულს აძლევს ნაწლავურ პერისტალტირებას და თქვენ უკვე გაქვთ საშუალება, რომ ყოველდღიური თქვენი ასე ვთქვათ, მოქმედება ნაწლავის იყოს ყოველდღიურად რეჟიმში. ასევე სიარული. აუცილებელია სიარული მიუხედავად იმისა, თქვენ გაქვთ თუ არა გაქვთ ურთიერთობა თქვენ გარკვეულ თქვენთვის მნიშვნელოვან ან საჭირო ადამიანებთან, თქვენ თავს უნდა თვითონ მიხედოთ. ძალიან კარგი თემა წამოჭერი, ერთ პატარა ჩარხოსაც გავაკეთებ, რომ ძალიან არ გამიგძელდეს. როდესაც ოჯახში პატარა ბავშვები ყავს, ახალშობილები, აი მათმა დედიკოებმა იციან და ცნობილი პრობლემა, რომ გაზები აწუხებს. ვიტყვი ეს პოპულარულ ენაზე და 1000 წამლები კვება, დედის კვების კორექცია, იმიტომ რომ ძუძუთი გადადის და მე მოდის ბებია სახლში, ასაკოვანი ბებია და ასწავლის ძველ მეთოდს. ოლია-ბოლია მუცელზე მოფერება საათის ისრის მიხედვით, ესეთი თბილი ხელით და მე გაუკრავს ხოლმე, ანთბილ წყალში ჩასვობს და პატარა ბუშტუკები რო ამოვა, ბაიეთს დაისვენებს. კი ბატონო. თურმე ნაწლავებში მიმართულებით მოძრაობას, ასაც ქალბატონი ნუნუ ეხა გენიალურად გვიხსნის და ხელის და სითბოს ზემოქმედებას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, მუცელის შებერილობამდე არ უნდა მივიყვანოთ, მაგრამ თუ პრობლემის გამოყვანა გვინდა, აი ესეთი მარტივი ტრიუკი, რასაც ქვია, მარტივი მეთოდი, რაც ეხა გვასწავლე, ძალიან ეფექტურია სინამდვილეში. მით უმეტეს პატარა ბაიებთან, როდესაც აი მოძრაობა ჯერ არ შეუძლებთ და როგორც კი მოძრაობას იწყებს, ეს პრობლემა თანდათან ქრება, თან ფერმენტული აპარატი ყარიბდება, კუნთური ვითარდება, სადაც ისეთი ატონიური ძალიან ნაზია მუსკულატურა, ხო? და სადაც არ შეუძლია რომ წაყვეს, ბავშვი გარედან ვეხმარებით ხოლმე, ესეთი რაღაცეებით, ხალხური მეთოდებით, ასე ვთქვათ. და ასაკოვან ადამიანებში სხვათა შორის მსგავსი პრობლემა ძალიან კარგად მოქმედებს, ამიტომაც სენიორთა სახლების უცხოური მოდელები რო ნახო, ასაკოვანი ადამიანების სახლები, იქ მასაჟი, ფიზიოთერაპია, რეაბილიტაცია, ეს წამყვანი პროცედურები. დიახ, კი ბატონო. მაგრამ აქ იმდენი მომენტია იმისათვის, რომ ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობისას გადაყავთ ფაქტიურად ეს არაერთი რეგულირება როგორ უნდა მოხდეს და ცხოვრების წესად რა უნდა იყოს ქცეული ასეთ შემთხვევაში და ნაწლავი რომ წამყვანია და ნაწლავს რომ შეუძლია განავითაროს ძალიან ბევრი დაავადება, ეს უკვე იმდენად ნათელი ამბავია და არ ექცევა ამას სათანადო ყურადღება, თუნდაც კარდიოლოგის მიერ, თუნდაც ნევროლოგის მიერ, თუნდაც იგივე გასტროენტეროლოგის მიერ. სამწუხარო, მაგრამ ფაქტია. 30%-მდე მიკრობიომს კარგავს ასაგის მატებასთან ერთად ადამიანი შეუქცევადად.
მეზობლები ტოვებენ დაბერებულ გემს, ასე ვთქვათ, და ადამიანის მიკრობიომიც იცვლება რადიკალურად. შეგვიძლია ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი, ასე ვთქვათ, აზრი და მთავარი, ასე ვთქვათ, მოწოდება იმაშია, რომ ჩვენ მსმენელებს მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ შეუძლიათ მათ თვითონ გაიაზრონ, დაფიქრდნენ და დაიწყონ შეცვალონ თავის ხვალინდელი უკვე დღიდან ცხოვრების წესი. ამიტომ მთავარი 4 ფაქტორი, რაც მინდა გამოვყო დღეს ჩვენი საუბრისა. ეს არის პირველ რიგში ის, რომ ნაწლავს აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენ ქრონიკული დაავადებები არ განვავითაროთ. კი ბატონო. მეორე, როგორ უნდა დავამყაროთ ის წესრიგი, რასაც ქვია ნაწლავში მიკრობიონტის თანაფარდობა, წონასწორობა, ჰარმონიული თანაცხოვრება, როგორც სოკოებთან, როგორც პარაზიტებთან, ასევე ბაქტერიალურ ფლორაში ურთიერთ. ასევე რამდენად მნიშვნელოვანია საკვები და კვების სწორი მიღება. წყლის რეჟიმი, ყოველდღიურად წყლის კიდევ ვიმეორებ, ლიტრა ნახევარი ეს მინიმუმია, რაც ადამიან, მაგრამ ამაზე მეტი ეხლა ვისაც რა მოთხოვნილება ექნება. მაგრამ ის რომ აუცილებელია მექანიკო, ანუ ნაწლავთა ბიომექანიკის აუცილებლად მაგაზე ზრუნვა, რომ იყოს კუნთოვანი სისტემა ყოველთვის ტონუსში, ანუ ბიომექანიკა, ის ვარჯიშები, ის სიარული, საწოლიდან არამდგარი ერთი ხომ გითხარით, მეორე არის ელემენტალურად ველოსიპედი. ხო ვიცით რაც არის ველოსიპედი, ხო? ველოსიპედი ერთი პირდაპირ მოძრაობით, მეორე უკუმოძრაობით. ეს როგორც აღდგენითი თერაპიის ცენტრის ესე ვთქვათ, ფარგლებში გვაქვს რეკომენდაცია, არ შემიძლია რომ არ გაუწიო რეკომენდაცია. ამიტომ იფიქრეთ ამ თემებზე, გადაეწყვეთ და თქვენ ნაკლებად იქნებით ტყვენი იმ მედიკამენტოზური მიდგომების, რასაც შეუძლია ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენები ჩვენში განავითაროს. შეიძლება ძალიან ცუდ რამეს ვლაპარაკობ ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან დიდ ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ.